შენი სხეული ძალიან მარტივად უმკლავდება დიდ სტრესს და პატარა გამუთმებითი სტრესები გინგრევს ორგანიზმს. და რატო ხდება ესე? როდესაც სტრესში იმყოფები, შენ სხეულში გამოიყოფა ადრენალინი და კორტიზოლი, ეს არის სტრესის ჰორმონები, რომელსაც გააჩნია შესაბამისი რეცეპტორები, ანუ რეცეპტორები ამ მოლეკულებს იჭერს და ორგანიზმი გაძლევს შესაბამის პასუხს, ანუ ენერგიებზე მოდიხარ და გადადიხარ ბრძოლის მდგომარეობაში. როდესაც სტრესი გაივლის, ეს ჰორმონები გაიხარჯება, შენი რეცეპტორები ისვენებს და იწყებ აღდგენას. ეს არის ბუნებრივი ჯანსაღი ციკლი, რომელსაც ყველა ადამიანი უნდა გადიოდეს დღის განმავლობაში. როდესაც სტრესს აქვს გამუდმებითი ხასიათი, ანუ დღის განმავლობაში ძალიან ბევრი პატარ-პატარა სტრესის ფაქტორი არსებობს. ელემენტარული სტრესის ფაქტორი არის ტელეფონზე ძალიან ბევრი შეტყობინება. რამდენჯერაც ტელეფონს დახედავ და ბევრი შეტყობინება არის, ტვინში სიგნალი მიდის, რომ ბევრი საქმეები მაყრია. და დღის განმავლობაში, ესე ვთქვათ, შენარჩუნებულია სისხლში ადრენალინის და კორტიზოლის დონე. რაც იწვევს რეცეპტორების გადაღლას, ანუ შენი რეცეპტორი ვეღარ აღიქვამს, რომ ადრენალინი და კორტიზოლი გამოყოფილი არის, ეს იწყებს შენი სხეულის გამოფიტვას. ანუ ხარ ერთგვარი პასიური გამოფიტვის მდგომარეობაში. როგორ გამოხვიდე აქედან? დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა გამოყო დრო, თუ სამჯერ გააკეთებ, ბევრად უკეთესი, მაგრამ ერთხელ მაინც იმისთვის, რომ აღადგინო შენი სხეული. ანუ უბრალოდ ჯდები და 10-15 წუთი არანაირი მენტალური აქტივობით დაკავებული არ ხარ, აკეთებ სუნთქვით ვარჯიშებს, მედიტაციებს, რომ მისცე საშუალება ამ ადრენალინს და კორტიზოლს რომ გაიხარჯოს და შენი ეს რეცეპტორები აღდგეს, რომ მზად იყოს ახალი სტრესის გასამკლავებლად.